გამარჯობათ მეგობრებო, გამარჯობათ. ყველას მოკითხვა ბედნიერება და უფალი იყო ჩვენთან. აი დადგა ის მომენტი, მე დეტროიტისკენ მივდივართ, ეხლა გადმოვტვირთავ ამ ჩემ ბოლო ტვირთს და უბრალოდ რატო ჩავთე ესა, რომ გინდა არ გინდა, რაც არ უნდა დაკავებული იყო, რაც არ უნდა დატვირთული იყო, რაც არ უნდა დაფხულებებზე იყო მიმართული და გადაჭრაზე იყო მიმართული. მოდის ისეთი მომენტი, რომ რასაც ქვია დაშორება. დაშორებას მოყვება სევდა. ჩვენ სევდაზე ადრეს ვილაპარაკია, მაგრამ რატომღაცა ეს გინდა არ გინდა მე ვინაიდან ამას ყველაფერს რეალურად ვაჩვენებ და ბუნებაში აი ეს გზნობაც და ეს სიტუაციაც მინდა გადმოვცე. გადმოვცე რა, ეხლა წამოვიდგინეთ ჯორჯთან ერთად უკვე 2 თვე 24 საათი ერთად რო ხარ. კი, რა თქმა უნდა, უსურო საგანია. გზნობები არა აქვს, მაგრამ ჩვენ ხო გვაქვს მის მიმართ. და აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე რაღაცა შეიკრა, რაღაცა ერთობა შეიკრა და უნდა მოხდეს დაშორება. ეხლა შეიძლება ვინმე მავანმათხას რა სენტიმენტებში ხარ, რა იმეებში ხარ, მაგრამ გამორიცხულია, ყველაფერს აქვს თავისი ეტაპი დასასრული და ეს ცნობა რო არ მოგივიდეს, გამორიცხულია, რასაც ქვია სევდა. ალბათ პოეტი უნდა იყო, რომ ეს კარგად ამოსახო და კოდეჯი ჩოხეს როგორ აქვს ნათქვამი. როგორ ამბობს გოდერძი, რა არის სიცოცხლეო? ადამიანის სიკვდილი, არა, ადამიანის სევდაო და სიკვდილი რა არისო? სიცოცხლის, რაცა როგორ ამბობს, სიცოცხლე არის ტკბილი მოგონებების სევდაო და სიკვდილიო ცხოვრების არ ყოფნის სევდაო, ხო, რაღაც ამიტომ მაგვარია, მაგრამ საერთოდ ზოგადად ეხლა შეიძლება სწორად არა თქვა, აზრი ალბათ გაიგეთ, ხო? განსაკუთრებით გოდერძი ჩოხელი შემოქმედება სულ ამ სევდას უტრიალებს და მისი ფილმებიც, ლექსებიც და მას ძალიან კარგად გამოუვიდა ეს. ეხლა თავისთავად მეც ეხლა რომელი პოეტი მე ვარ და რომელი ლიტერატორი, მაგრამ ჩემებურად ამ სევდას გადმოვცემ. მაგრამ ისე რომ დაფიქრე გოდერძი ჩოხე რა მაგარია რა. მახსოვს შენახვედრი ვარ მე და ძალიან უბრალო იყო და აი როგორი კაცი იყო, იცით, აი გული და სული ქონდა რა. აგერეს მოფინა. გული და სული იყო და აი მართლა სულ სევდა იგრძნობოდა. მის ყოველს აი სიყვარულის სევდა, მეგობრობის სევდა. აი რა ვიცი ეხლა ალბათ უნდა აიკითხო და ის შეიგრძნო ესა და ის პოეტი იყო. ჩვენ კიდე უბრალოდ ჩვეულებრივი მომაკვდავი ხალხი, რომლებიც დაკავებული ვართ ცხოვრული და რეალური ცხოვრებით. გინდა არ გინდა ეს გზნობა ყოველთვის ტრიალებს და აი ეს შეგრძნება მაქვს ეხლა. თუმცა ამ დასაქმულობაში და ამ ცოტა დაძაბულ რაღაც რეალია სიტუაციაში სადღაც ეს სევდა სიღრმეში გადის, მაგრამ მომენტი არ იყო ისე ამოტივდება და რაღაცნაირად გეხება. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩვენც აი ეს ვიდეო მიუძღვნათ ამ ბოლო ჩვენ იმას დავამთავროთ ეს გადმოტვირთოს ეს ჩვენი ამბავი და გავაგრძელოთ ჩვენებურად ჩვენი ვიდეო გადაღებები. ეხლა ვიმყოფები მიჩიგანის შტატში. უში ძალიან დიდი თოვლი იყო და ეხლა დღეს გამიმართლა, რომ აი ცოტა გზა უკვე გასუფთავებულა და ტემპერატურაც არ არის +5 გრადუსი, ეს კარგია უკვე. მოსიალების საშუალება გამორიცხულია. თუმცა ყურადღება ყოველთვის საჭიროა. გადმოვტვირთოთ
გავაგზავნოთ გზაში უცბად თავში მომივიდა აი სევდა რა არის აი კომფორტი აი ეს სიტყვა კომფორტი მომივიდა რა აი კომფორტის დაშლაც რაღაც სევდასავით არის რა ნუ ერთ სიტყვით მოდი დავამთავროთ ახლა ბოდიში ახლა დავამთავრებ და მე რომ გადმოტვირთად გავაგზავნოთ და მე გავაგზავნოთ ეს თემა სევდა და კომფორტი აი ვიდეოს სათაურიც ასე ვთქვათ გამოვაცხეთ ამ ვიდეოს დავარქვათ სევდა და კომფორტი ან კომფორტი და სევდა ნუ ერთ სიტყვით ნახოთ ჯერ მაინც ბოლომდე არა გამთავრებული ეს პროცესი და აქამდე ალბათ თავში უფრო ჩამომიყალიბდება და განვავსოთ მე ეს თემა შტატი მიჩიგანი In 1/2 mile, arrive at 7200. გზას ავწდი გზას ეს თოვლები რო არის და ეხა უკანასვლით უნდა წავიდე ხო იცი იმიტომ იქ რო წავიდე პირდაპირ დიდი წრე უნდა დავარტყა და ნუ თქვენ კომფორტიდან ამოვარდი მაგრამ ჩავთავ ეს სად მიხოდით რომ საერთოდ ასეთ პროვინციებში შორიდან ერიდებიან ხოლმე და დადგებიან და გიყურებენ ხოლმე და ხო იცით ეს ვინც ღორები არიან ეხლა მიხვდება მე რასაც ვამბობ ეხლა უკანასვლით უნდა წავიდე და მიყურებენ რა ვერ ხვდებიან რას ვაკეთებ წადი რა წავიდეთ უკან წავიდეთ სად მიხოდით რომ ეს ავწდი და თავარი ეზოში შევიდე ეს უკინა მანქანები არ დამატკნენ ალბათ ეს კომპანია ოკეი всё მოვატრიალე და შევედით ეზოში warehouse ოკეი სად არის ეს თავარი ამ ძიდან გამოვედეთ და რაღაცას მოვახერხეთ ხო შიპინგ ედრესი ალბათ ეს არის ეს იქ შიპინგ აი საბუთები ავიღოთ და მივიდეთ ლაპარაკე გვინდოდა და საქმე ჩაგვითრია, მაგრამ ესეც ხო ყველაფერი ნატურაში და ბუნებრივად არის, მაგრამ რას წავედით. გადავიდეთ ნახოთ. ჯორჯ. წავედით, შევიდეთ ოფისში. არკევენ ამოდავ. უყურე, ბინ და ბია შორის იყო განსხვავება. თუმე ამათ აი ესენი ბიას ღებულობენ და ჩვენ გვაქვს ლობიო, ბი. ეხლა ამიხსნეს რომ ასე წრე უნდა დავარტყა. იქო ვიწრო შესასვლელიაო და მარჯვნივ გაუხვიო. კომფორტი ზონიდან ამოვარდით, კომფორტი ზონიდან. მაგრამ ჩვენ ისე ტიპები ვართ, რომ ყველანაირი სიტუაციიდან გამოვართ, რა. რა თქმა უნდა, ჯობდა აქვე დამდგარიყავი და გადმომეტვირთო, მაგრამ წრე დაარტყა, წრე. ავიცით. ერთი ორი სამი, მე-7 დოკიო, მაგრამ მე-7 დოკი სადღაც უკან არის და
იქ მეთქი მანქანებით გას მეთქი, ანუ გეშინიაო, იქ გახვალო და ნახოთ რა. ეხა წეღანაც ეს ხარი B და ის B არის ეს ბინი ჩვენ გვაქვს ბინი ლობიო და თუმე ლობიო იქით არის და აქ ღებულობენ იმას პივას რა ნუ ლუც ani ბიას და მარჯვენა უნდა შეხვიდო კარგია ყოველთვის კომფორტულად იბუშავა, მაგრამ რაღაც თემა ჩაგდოა. აი აქ უნდა შეხვიდეო, არ შეგეშინდესო. მანქანების ის არისო და ვიწრო მანქანებით განანო, ვიწრო რა პარკინგიაო და ახლა მე ცოტა დავიძაბი, იმიტომ იქ თოვლია. ხوار მომატყუელი ეს. აი ხა ეგ არის ბონუს ეგ მანქანა რაც უდათ უყენია იმას ახლა რომ მომისიათეს ხო დავართ მაგრამ ეგ თეთრი მანქანა ბოლოში. აი ხა ეს ძღოლმა უნდა იცოდეს. ჩვენ ვართ ყურადღები ჩვენ აი საჩემოვედი უკვე მაგასასული ვარ დავიწრო შესასვლელი იქა შევიდე აპოლი გამოუშვეს ამაბნელა ყველაფერი ვერ ჩვენ მაყურებელს ასეთი ვიდეოები მოსვათ, ხო? სამწუხაროდ კარგად ვერ ვიღებ ხოლმე, თუ უფრო საინტერესო რაღაცებია ხოლმე, მაგრამ ნუ რაც არის ეგ არის, მაგრამ წრე უნდა დაარტყავო. All the way down, all the way down, all the way down. Media argavicende. აი ესეთ ადგილებში ეხლა ჩვენ დატვირთული ვართ, კარგია, მაგრამ აი სულ რო დავიცლებთ, მე უკვე ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ მოგესრიალდეს. სევდაზე და იმაზე მინდოდა ლაპარაკეთ. დოქ მერე ხავს დორგნო ყოალმი სად მოვედით? დოქნო ვარე ხავს 7 ნომერი არ გვითხრე და აქით არისო და მე აქით გამოვედი. ვა ვერ მიხდი ხანი ბია.
მეშვიდე დოკიო და რაღაც ამერია. კაცმა ხომ ითხოვდა, აქეთ მეშვიდე 100 და მინახია, მეშვიდე ნომერი და ნახოთ აბა რაღაც. გავიდე, სხვა გზა მაინც არ აქვს. ეს არის დოკი, ეს როგორ შემოვიდა თო? მე-4, მე-5. აი ესე იქით უნდა თქვენ წავიდე? ო, მართალია მე-6. მე-4, მე-5. ეს წარწერა სწორი ყოფილა რა. მე-4, მე-5, მე-6, მე-7 სწორი ყოფილა, ესე იქით კიდე უნდა წავიდე რა. ესე მოვატრიალებ მაშინ. მე-7 დოკიო, წავიდეთ. დისკომფორტულ სიტუაციაში მოხდით, დისკომფორტულ სიტუაციაში. ცხოვრებაც ასე არ არის, საიდან საათ ეხა უნდა გვესაუბრა სევდაზე, კომფორტზე, მაგრამ დისკომფორტზე აი მაგალითი აგერა გონდა. ბოლდაბოს ამ დისკომფორტ დავამთავრებს და მოახერხეთ მე რაღაც საუბრს. დავატრიალოთ უკან. U-turns მე ვეუბნება, რა გავა, ეს შემოვედი. აი ეს აკადემია ეთქობა იქიდან. ნუ U-turn აბას აწავიდე, კაცო. U-turn-ი არ გააკეთო, აბა სად მოვატრიალო. ჯორჯ, რა დღეში ეს ბოლო რეისი რა წვალებაში მოგვივიდა. აგენ მე-4, მე-5 დოკი არის. ჩვენ იქ უნდა წავიდეთ. თავარია წარწერა ვიცით და მივიდეთ. გონი ვიღაცა გამოვიდა და ისინი მეძებენ და ალბათ ამიხსნიან რა. წავიდეს კაცო. My friend, just over here, yeah? Dock 7, yeah? იქიდან წადიო. ესე იგი რომ დავიკარგე, გამოაგზავნეს კაცს. აგერ წერია Warehouse number 8. Dock 7. Აქ შევიდეთ. მოგვისრიალდეს. აი მეგობრებო, ნახეთ, თოვზე რომ მოვედე, აი იმას ვეჯახებოდ. ესე იგი მე ახლა უკან უნდა წავიდე, რომ იმას არ დავარტყა რა. აი ნახეთ, უკვე აი რომ მომისრია და იმას ვარტყავდი და ახლა უკვე თავისუფლად გავა რა. ეს
კაცი მოდიო მეძახი და რა დრო მოდი კაცო მანქანა არ გავაკეთე. всё. დავედით. Blocks 6 and 7. აგერ ყოფილა მე კი გვერდზე ჩაოვარი. ოპა, всё, გასაგები. ესო ხერი არ მომისრიანდეს. აი ეს ტიპები მელოდები, ანუ მე შვიდე თოკი. დავაყენებ ახლა მეგობრებო, ამას აღარ გაჩვენებთ. თვითონ ხალხი მიყურებს და რა საწვალებელი გახდა ეს თოვლის რეალებს ამის. ეს ცოტა წასვლის მომენტი ცოტა საწვალებელი გაგვეხდა რა უშავს. თოვლი როს რეალებს ადგიზე ყინულებია და ცოტა გამიჭიდა დაყენე. ხა გადავედი, გადმოვედი და კაი ტიპები არიან, მაგრამ უკვე ვიდეო აღარ დავაყენოთ ერთი ნორმალურად. ძლიერს დავაყენე. ეხლა აგიხსნით მეგობრებო რა მოხდა. აღარ გადავიღე, იმიტომ რომ ხალხი მეხმარებოდა. ესე იგი ეს ხო სრიალებდა. ნუ კაი ეჯანდაბას, მაგრამ ბოლოს ასე უკან უყურეთ, ვიწრო ხარ, აქ უნდა ხონ ჩამეყენებინა ამ ხაზებში, აქით და იქით ამ ხარეს, მაგრამ აი ეს სრიალებდა ტრაილერი და ეჯახებოდა აი ამ აქვია სტოლბას ქართულად როგორ არის ბოძი. და ხო არ დავიწყებდი ამას და მომიწია ეგრეთ არის კინები მოიტანეს ამათ მას ეს კინები და ეს გამიწმინდეს რა. იმიტომ ძალიან სრიალებს ეს სრიალებს რა. და უკვე სამწუხაროდ ვეღარ გადავიღე ეს ვიდეო და ისე ვისაც წვიმანები აინტერესებს კი დაინტერესებდა ეს სიტუაცია, მაგრამ ერთი სამი კაცი იყო და ეხლა იქ ვიდეოს გადაღებას არ დავიწყებდი. აი აქეთ ამ ხარეზე და ეს ხომ უნდა ხაზებში უნდა დააყენო ეს ტრაილერი რომ დააყენო. და ეს სრიალებდა და ძლიერს დავაყენე რა ვიტყვი. აი მეც მომისრიალ ხეხი. ზოგადად ხო ამ ხაზებში უნდა დააყენო და აი ეს სრიალებდა ხოლმე და ვერ მომყავდა აქეთ. წინას თოვლია და რატო დაიჟანგა და არ ქონდა ასე დაჟანგებული თურმო შეუცვალა ფერი. აი ეს რეალებდა რა ეს ადგილი და ხო გამიჭიდა და ყენება და იქაც ხო თოვლია. ეხა იქა ბოლომდე ხოვრი მიხვალ, აი მას გაგიტეხავს ა. პლასმასზე და ეხლა გვინდა ჯორჯი. ასე მოგიყვანეთ ასე წყნარად შვიდა და ამ ბოლო რეისში გაგიფუჭო ხასიათი. ასე არ გამოვა. დასრული გვაქვს ყველაფერი. რა უშავ ჯორჯ გაგასუფთავებთ, გაგაკრიალებთ. რა ვქნა თოვლია. ალახი შემომახ მანქანაში. გაზე ლაპარაკობდით სევდაზე და კომფორტზე, ხო? აი ისეთი თემაა რა, კომფორტიც ისეთი თემაა. საერთოდ ადამიანი ხო ყოველთვის მიისწრაფის კომფორტისკენ რა, რომ თუნდაც ის მუშაობაში, სიყვარულში, ოჯახში, მეგობრობაში ეს ჩვეულებრივი ამბავი და ძალიან დიდი თემაა და ამ თემაზე მე მინდოდა საუბარი, მაგრამ რატომაც ეხლა გამახსენდა სევდა და კომფორტი მინდა დავაკავშირო რა. ფაქტიურად სევდა რა არის, რომ
რაღაცა კაი სიტუაციაში ხარ, კაი მეგობრებში ხარ, კაი ძმაკაცებში ხარ, კაი სიტუაციაში და ეს სიტუაცია თავდება და მე გადის დრო და რო ადარებ იმ დროს და ეხლანდელ დროს ან იმ დროში სადაც იმყოფები, მე რაღაცნაირად სევდა მოგდის. ძალიან ისეთი თემაა რა და ამ ჩვენ შემთხვევაშიც ახლა რითი დავიწყე ეს ვიდეო სევდა და ასეთი რაღაცეები და უცბად ამ მიმდინარე პროცესებში ამ დაყოლებებმა ცოტა ამოგვაგდო სიტუაციიდან. ფაქტიურად ახლა მე მაინც ვიდეო რო არ გაგვიგზდეს, მე ალბათ მე დავждები უფრო წყნარად შვიდ სიტუაციაში. გავაგზავნოთ და ეს თემა მე განვარცხოთ. სევდა და კომფორტი, მაგრამ წინასწარ ასე რო იტყვია მოთელვა გავაკეთოთ, მოთელვა ამ ჯორჯთან დაშორების და ამ სიტუაციის დაშორების სევდა და რა ვიცი ახლა კითხვა ისმის ეს სიტუაცია კომფორტულია? ნუ ახლა წამოვიდგოთ 2 თვის განმავლობაში არ გავჩერებულა, მანქანად არ ჩამოსულა, არა ოჯახი, არა მეუღლე, არა ბავშვები, არა მეგობრები, არა ისა. კომფორტია, ნამდვილად არ არის კომფორტი, მაგრამ იმის იმედით რომ მე კომფორტულად იცხოვრებ და კომფორტულად ააწყობ საქმეს, აი ამდენ პროცესებს გადიხარ და აქ უკვე ფიქრობ ეს სევდა, ეს ასეთი სიტუაცია ჩვენ რაც ახლა გაჩვენეთ 2 თვის განმავლობაში, მიმდინარე პროცესები მოგვენატრება? ძალიან ისეთი ფილოსოფიური კითხვაა რა. თუმცა რო დაფიქრდეთ, აი ჩვენ ბავშვობა რატო გვიყვარს, ხო? აი ხო გაგე აი ბავშვობაში საჭმელი არ ქონდა, სასმელი არ ქონდა, ტიტველი დარბოდი, პრობლემები იყო, მაგრამ ნახევრად შივრები დარბოდით, ხო? მაგრამ გადის დრო და ასაკში რო შედიხარ და რო იხსენებ იმ ბავშვობას და იმ ბებია, ბაბუა, დედასთან ურთიერთობა და როგორი სევდა მოგდის და რატომაც ის დრო გენატრება და აი სევდიანად უყურებ ამ თემას და რა ვიცი. ნუ ჩემი ფიქრები გაგიზიარეთ მეგობრებო და ალბათ შემდეგ ვიდეოში უფრო განვაცვლოთ ამ თემას, იმიტომ რომ უკვე ძალიან გაგზავნა და სევდა და კომფორტი და ავი საგითხრათ. ეხლა ვინც არ მიცნობს და ჩვენ ვინც არ გვიცნობს და ვინც ახლა ამ ვიდეოს პირველ რიგში შეხედავს ახლა და წინა ვიდეოები თუ არა ნანახი, შეიძლება ჩემი ნალაპარაკები ბოდიალად და რაღაც უაზრო არა თანამიმდევრულად და ჩამოყალიბებულ ლაპარაკად ჩათვალოს, მაგრამ მე ვინც მიცნობს, ხო ხტებით ახლა რაზე ვსაუბრობ რა. თუმცა შემდეგ ვიდეოში განვახცოთ. კარგით, ახლა ძალიან გრძელი გამოგვივიდა ეს ყველაფერი და რო დავიშვიდობებით ჩვენ ჯორჯის ალბათ მაგას უფრო კარგად გამოვხატა და აი მე განვიხილოთ თემა კომფორტი. საინტერესო თემა. კარგით მეგობრებო, ბევრი რო არ გაგაწვალოთ, შემდეგ ვიდეოში შევხვდეთ არა ერთმანეთს და უფრო ხორციანად ვილაპარაკოთ ამ თემაზე. მაგრამ ცხოვრება მაინც გრძელდება, თან მით უმეტეს სული უყტავია, აქა ვარ თუ იქა ვარ, მაგრამ სული მაინც მუდმივი ცხოვრებაში გადადის, აქა ვარ თუ იქა ვარ, მაგრამ ცხოვრება მარადიულია. ცოტა რთულად ვილაპარაკე, მაგრამ შემდეგ ვიდეოში განვაცვლოთ. კარგით, აბა შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, უკვე მანქანას რო ჩავაბარებ და წავართ ნიუ-იორკში.